დამსწრე საზოგადოება მე გახლავართ საფინესი საანდრეასის ნაციონალური გვარდიის მაიორ გენერალი წოდებით თანამდებობის შტაბის უფროსის მოადგილე. პირადად აღნიშნულ სპეცოპერაციაზე ვიმყოფებოდი მე, ჩემ ხელქვეითებთან და ჩემ ხელმძღვანელობასთან ბატონი შარგუს და ბატონი ნიკოლასის წარმომადგენლობით. გვარდიის სახელით მინდა მადლობა პოლიციის დეპარტამენტს, რომ მსგავსი მეგაკეთებული ბლოკადა იყო უხევი. ერთ მანქანასაც არ გაუვლია, გაიჩხრიკა დაახლოებით 8 ტრანსპორტი. აღმოჩენილი იყო არალეგალური ნივთიერებები და გადავიცით სტრუქტურის თანამშრომლებს, რომელსაც შეუძლიათ რეაგირება სისხლისამართლის დანაშაულზე. მინდა მოგახსენოთ, რომ გვარდია აღნიშნულ სპეცოპერაციაზე, ოპერატიულ სპეცოპერაციაზე ვიყავით მოწოდების საგანი, ვემორჩილებოდით ხელმძღვანელობას და იმის და მიუხედავად, რომ IMS-ი არ იყო მანდ, მაინც შესწირეს რამდენიმე ჯარისკაცმა სიცოცხლე სან-ანდრეასის სახელით. გაქვთ კითხვები თუ არ არის კითხვები. ბატონო. მაშადასთან ბატონებო, მოვისმინეთ პოლიციის დეპარტამენტის ფედერალური საკანონმდებლო ბიუროს და სანაცვლოდ ეროვნული გვარდიის კომენტარები აღნიშნულ ბლოკადაზე. ყველას მოგესალმებით, მოკლედ ვიტყვი. რამდენიმე დღის წინ, რა თქმა უნდა, ყველა ვნახეთ, ალბათ გავრცელდა ჩემი ინტერვიუ, სადაც თქვი, რომ შემცირდებოდა აუცილებლად. როდესაც მე გავიარე სამხედრო ბაზაზე წვრთნები, გარდა ამისა ვიყავ ფედერალურ ბიუროში, ვამჩნევდი, რომ კრიმინალები მართლაც თავზე გვეჯდნენ და მოკლედ სახელმწიფო ვერ ვაჩენდით ისეთ ძალას, როგორიც დღეს გამოვაჩინეთ. რისთვისაც მინდა მადლობა გადაუხადო ფედერალურ ბიუროს, ბატონ სპენსერ თქვენ და ყველა თქვენ თანამშრომლებს და ბატონ შარგუს ასევე. დღეს დავანახეთ ჩვენი ძალა, თუ როგორი აგრესიულები შეგვიძლია ასევე ვიყოთ. ასევე დაკავდა ძალიან ბევრი პიროვნება და გაიჩხრიკა ბევრი ავტომობილი. მე პირადად არ გამიჩხრიკე არავის ავტომობილი, სულ სხვა საქმეს ვაგვარებდი იქ, მაგალითად როგორიც არის ჩემი თანამშრომლების ზედამხედველობა. თუ მოკლედ ვიტყვი, რომ მადლობას ვიტყვი ყველა ჩვენ თანამშრომლს და ასევე ყველა იმ დაჭრილ პიროვნებას, ვინც თავი გაწირა თავისი შტატისთვის. მადლობა ყველას. მაშინ რადგან თუ კიდევ ვინმეს არ გაქვთ რამე სათქმელი, ფედერალური საკანონმდებლო ბიუროს სახელით ყველას გმადლობთ მობრძანებისთვის, ეროვნულ გვარდიას, ბატონ გენერალს, ბატონ მაიორ გენერალს, ასევე პოლიციის დეპარტამენტს, დეპარტამენტის შეფს, გუბერნიის წარმომადგენლებს ყავს, რა თქმა უნდა, ქვეყნის მთავარი მედიის წარმომადგენლები. ვაცხადებ კონფერენცია დასრულებულია.